მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მე ვარ გიორგი და სანამ დავიწყებდით იმის შესწავლას თუ შესწავლას რა უბრალოდ ბრძანებას თუ ხუთ საჭირო კომანდზე CS:GO-ში მანამდე მინდა შესავალი გავაკეთო ესეთი რომ ცოტა ხანი უფრო დაახლოებით 3 თვე მე არაფერს არ ვდებდი, არც ვიდეოებს, არც არაფერს და რატო? ზოგჯერ ვიდეო გამიფუჭდა, ვიდეო რა იყო და კომპიუტერი გამიფუჭდა, მე რაღაც დავამატე. და შემდეგ ეს ყველაფერი მოხდა რაღაცა და მე უკვე დავუწყვიტე რომ გამეგზელებინა და ვინც მელოდებოდით და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ თამეულდეთ ბოლომდე და აი თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ მე დავბრუნდი YouTube-ში და იმედია კარგი დაბრუნება იქნება ეს და ხო, ეხლა კი დავიწყოთ კომანდების შესწავლა. პირველი არის ზოგჯერ აჩვენებს აქ პინგს არასწორით რა უფრო ხშირად აჩვენებს. ასვაგეთებთ ხა? მე მაქვს უკვე ამიტომ წავშლი და განახეთ. პირველად წერთ net grab 1 და გამოვა FPS-იც, ყველაფერი, პინგი და ეს პირველი კომანდი. ახლა მეორე რა არის რომ თუ თქვენ პრობლემა გაქვთ რომ ეს FPS-ი არ ასე ვთქვათ, არ ცოტა დაბნეული ვარ დიდი ბოდიში, რადგან ეს პირველი ვიდეოა დიდი ხნის დაბრუნების მერე და რადგან ზოგჯერ ისეთი რაღაც ხდება ხოლმე რომ 60 FPS არ ცდება ეს FPS-ი და ვერ თამაშობს ოქს პრობლემა იქნება და შემდეგ და გასწავლით ახლა FPS-ის გაზრდას. მე უკვე max-ზე მაქვს, მაგრამ მაინც ჩავწერთ. წერთ FPS კონსოლს max და enter-ს არავითარი 160 რაღაც. FPS max გაიზარდა და აი აქ რაც შეიძლება ბევრი ნული უნდა იყოს და როგორც ხედავთ ძალიან ბევრი ნული არის ეკრანზე და ეს იყო მეორე საჭირო ასე ვთქვათ, მეორე საჭირო კომანდი, ანუ ბრძანება. ხოლო შემდეგი კომანდი არის შემდეგნაირი. ჩვენ თუ გვინდა რომ გავიკიკოთ თავი Demolition-დან, კომპეტიტივიდან, casual game-დან, რას გავაკეთებთ? სტატუს. ამ შემთხვევაში casual game-ში თუ ვართ, მეორეჯერ უნდა დავწეროთ სტატუსი, იმიტომ რომ ბევრს ამოაგდებს. და ვყოლობთ ჩვენ თავს, ხო? აი აქ. შემდეგ call out, kick და აი ამ ციფრებს ვაკოპირებთ. ვწერთ აქ. აქ ეხლა მე ვერ ვიკიკავ ჩემ თავს, იმიტომ რომ მე ვარ ადმინი ამის შემქმნელი და თქვენთან ანუ თამაში თვითონ აუცილებლად გააკეთებს ამ ყველაფერს. ანუ call-outs გაგიკეთებთ და თავისუფლად იქნება ყველაფერი. ხო, ეხლა ხალხს ზოგადად ექმნება პრობლემა ამ right hand, ანუ ამ ხელებში რა. ანუ ხელის გადატანა ზოგმა არ იცის და ერთი რჩება და ასე შემდეგ და გასწავლით როგორ. წერთ კონსოლს ხსნით და წერთ CL ქვედატირე right hand right hand shit 0. გადაიტანეთ ჩვენი იარაღები მარცხენა ხელზე და რა ანუ თქვენ რომელიც გიჩევნიათ და თუ გინდათ რომ დაბრუნდეთ ისევ დაწერთ ქვედატირე ანუ
მოგახსენებთ კონსოლი CL ქვედა ტირე right hand და ერთი. მე ამ შემთხვევაში არც ერთი არ მიჭირს, ანუ ორივეზე კარგად ვთამაშობ, ანუ ასე ვთქვათ, არც ერთი არ მერჩევნია და რაღაცა. მარჯვენა უფრო მერჩევნია და მომწონს, მაგრამ არ მექნება არც ერთზე პრობლემა. ეს იყო მეოთხე სადა რა ვიცი კომენტარებში ანუ ეს იყო მეოთხე ასე ვთქვათ კომენტი. ეხლა ზოგს პრობლემა იქნება როგორ რაღაცაზე იცით, ანუ ჭირდებათ მაგალითად ეს ვერ ხედავს რადარზე რაღაცა ვერაფერს და ცოტა გადიდება უნდათ და რა უნდა ვქნათ რომ გავადიდოთ. პირველ რიგში რა უნდა ვქნათ რომ გავადიდოთ და ხსნით კონსოლს, წერთ CL, რადარ, სკალი და 0.3. ამ შემთხვევაში თქვენ უკვე დაინახავთ რომ ესე არის რადარი. ესე უფრო კარგადაც დავანახებთ. რადარი ესე არის. თუ თქვენ არ მოგწონთ, შედარებით უფრო პატარად შეგიძლიათ. ეს არის 0.4. გოში ცოტა პატარაა, მაგრამ მე უფრო მიჩვეული ვარ, ვხედავ ყველაფერს. ანუ 0.7. ეს რა ვიცი, მომწონს მე. მიდულად. ესეც იყო მეხუთე საჯარო კომანდი. ხოლო სკინებთან დაკავშირებით ეს სკინები არ ვიყენებ არანაირ skin chargers, არის ჩემი სკინები და კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი, ისიც დაწერეთ რა გამოვასწორო, არჩევა გაქვთ და რა არ მოგწონთ. ასევე დაალაიქეთ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ და არ დაგავიწყდეთ რა თქმა უნდა subscribe-ი, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უკვე დიდ ძალას მაძლევთ რომ გადავიღო მეტი და მეტი ვიდეოები და უფრო მეც აქტიურდები და ეს არის ხო და ასევე ეს ვიდეო თუ ავა 10+ ლაიქზე და 100 მეტ ნახვაზე შემდეგში დაიდება ტუტორიალი ანუ ტუტორიალი დაიდება მიზანზე, მიზნის შეცვლაზე და ასე შემდეგ, ანუ სადღაც crosshare-ზე რა, ანუ ეხლა დაიმატა CS:GO-ს და აუცილებლად დაიდება და რა ვიაქტიურეთ და ეს იყო დღევანდელი ვიდეო 5 საჯარო კომანდი და იმედია ყველაფერი კარგად იქნება დროებით, ძვირფასო მაყურებლებო.